მე და ნიკო კოკაია ერთად მუშაობდით მაშინ, როდესაც მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს დავალებული ჰქონდათ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ იმის უფლება და საშუალება მოქალაქეებისთვის, რომ მათ გადაეკეტათ გზა, იყვნენ აგრესიულები, იყვნენ მაქსიმალურად უხეშები. აი ახლა, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ახლა ცხელით აწვევიან ჩვენს ოპერატორს და არაძლევენ თავისუფლად მუშაობის საშუალებას. ჩვენ ძალიან მცირედ შემოსაზღვრულ ფარგლებში შეგვიძლია რომ ვიდგეთ და ვიმუშაოთ. სწორედ აი ასეთ ვითარებაში ნიკო წაიქცა და მას რამდენიმე ადამიანი დაეცა აქედან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული და ამიტომ ის გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, როგორც ჩემთვის ცნობილია, კლინიკა ვივამეთში. თუმცა ძალიან საინტერესო დეტალები შეიძლება გავიხსენოთ მათ შორის აქციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როდესაც ფიზიკურად არა, მაგრამ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაგალითად აქციის მონაწილეებს, არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, არამედ ქალ პოლიტიკოსებსაც. ეს ყველაფერი ხდებოდა კამერების თანდასწრებით, მათ შორის კოალიცია ცვლილებებისათვის წარმომადგენელს ნანა მალაშხიას, რომელიც არის საქართველოს ევროპული ღირებულებების დაცვის სიმბოლო და რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც ქალს ევროკავშირის დროშით, უწოდეს მათი ციტირება, რომ მოვახდინოთ ასლარზე გაყიდული მონა და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, გაცილებით უფრო მძაფრი შემთხვევებიც იყო, როდესაც პირდაპირ გინებასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზე გადავიდნენ და მათ შორის ანი ქავთარაძეს ჩვენი თანდასწრებით აგინეს. ამის შემდეგ იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც, რაც დაგვიდესტურა ჩვენ აქციის მონაწილემ და შესაბამისად აქედან გამომდინარე ამ გზაზე, როდესაც მოქალაქეები ახლაც მიემართებიან საქალაქო სასამართლოსკენ, არაერთ ინციდენტსა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები და მოყურებელი იხილავს და თავად მოისმენს თუ როგორ აყენებდნენ ფიზიკურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აქციის მონაწილეებსა და მათ შორის ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს. ჩვეულებრივ მოვდიოდით ჩვენი გზით, რაც დაგვითმეს და მოგვაცილებდნენ და ესეთი შეურაცხყოფელი ფრაზები, ასლარიანი მონახარ, ვინ გეუბნება, აი წარმოგიდგენიათ თვითონ თითქოს სამართალდამცავი, სამართალდამცველები კი არ არიან, დღეს არიან ესეთი სამართალდამრღვევები, თვითონ არ ღვევენ სამართალს და პლუს შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს. ნუ აქ მნიშვნელობა არ აქვს ქალს თუ სხვას, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. და რა ვიცი, აი გასულები არიან, არ ვიცი, კანონის ფარგლებში ნოტარიუსად ქცეულები არიან, ცვლიან კანონში რაც უნდათ, როგორც უნდათ და შემდეგ ვითომ კანონის სახელით გელაპარაკებიან. ერთი ის არ არის ფაქტი გამოძიებული ადამიანი დასახიჩრებული და ნაწამი ადამიანები არიან და ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. მიგაგინა ქალბატონო, არავინ არ გაგინებს. კაცმა თქვენს წინ შემაგინა, სამი შვილის დედას შემაგინა, 17 წლიანი სტაჟის მქონე ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგს შეაგინა ხალხო. თქვენ ხელა ბიჭას კურნალობდი 2008 წელს. თქვენზე მაგარ ბიჭას ვალი დავუხუჭე. გორიდან ჩამომყავდა დაჭრილები და მე მაგინებს. რა დავშვიდე, როგორ დავშვიდე, რუსის მონები ხარ თქვენ. როგორ დავშვიდე? ჩემ ქვეყანას ყიდის. დაიმალა ეგ არაკაცი, გამოვიდა და დამენახოთ. მარტო ვდგავარ, არავინ არ მინდა, მარტო ვდგავარ. მოვიდეს ის კაცი და დამიდგეს აქ წინ. დამიდგეს ის არაკაცი და ქალოებით სახში მიმართეთ თქვენ ქალებს. ეს არ არის კაცობა. სუფრასთან რომ დასხდები და აწევთ ჭიქებს, ქალების და ამ ქვეყნის რომელსაც ყიდით. ქალოებით სახლებში მიმართეთ თქვენ ქალებს. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ უზრდელი ხარ შენ, პოლიციელი კი არა ხარ, შენ ხარ უზრდელი. უზრდელი ხარ შენ, მართლა. აი ეს არის პოლიცია, ანუ პოლიცია არ არის, ეს ნელა გაიარე. ეს არის პოლიცია, იმიტომ რომ დააკავეს უამრავი ადამიანი, დააკავეს პოლიტიკოსები, ნიკა, გიგი, ხალხი დაგვაგორეს იქიდან, იმიდან, გორებიდან. ქონდა შეთანხმება მიღწეული, რომ ავიდოდით პანდუსზე, გადავიდოდით მეორე მხარეს და მეორე მხარეს გავაგზავნოდით სრულობას და გაწყებით. ესე მოტყუებით, გაგვიწყვით ეს ჯაჭვი და ეს ჩაკეტეს ადამიანებს და შემდეგ დააკავეს. აი ეს არის მაგათი შიში, რომელსაც ამჟღავნებს დასანქცირებული გომელაური.
ვინ მიყავთ? გადახებულია შემაკინეს პირადად მე შემაკინეს პირადად პირადად აი ეს სახელობით არავის არ ვაბრალ დღეს მე პირველი გავუშვებს მაგას რას ვაბრალე ორი სიტყვა ისწავლე იდგან და პროვოკატორი და რას იგინები მაგარი რას იგი გეშინია იღბის გარეშე გეშინია იღბის გარეშე ჩვენ ახლა ვისმენდით როგორ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ეს ყველაფერი ხდებოდა კამერების თანდასწრებით რაც შეიძლება ითქვას რომ აღია დახდენს იმის დემონსტრირებას რომ თუ კი აქამდე რაღაცები ხდებოდა შეფარვით ახლა უკვე იმდენად მწვანე შუქი აქვს ანთებული აქვთ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს ქართული ოცნების მხრიდან რომ ისინი არც კამერებს ერიდებიან და საერთოდ არაფერი არ არის მათთვის შემოფერხებელი და დამაბრკოლებელი ფაქტორი ახლა მოქალაქეები მიუხედავად წინააღმდეგობისა მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დაბალი ტემპერატურა დედაქალაქში და მიუხედავად არაერთი დისკომფორტისა მიემართებიან საქალაქო სასამართლოსთან და ამით უმტკიცებენ ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ისინი მაინც მიაღწევენ იმას რაც რა მიზანის ჰქონდათ რა გეგმაც აქვთ დასახული და შესაბამისად დღეს პროტესტის 67 დღესაც ისინი აუცილებლად ხმამაღლა იტყვიან საკუთარ სათქმელს ისე მშვიდობიანად როგორც ამას აკეთებდნენ წინა დღეებისა და თვეების განმავლობაში